დაიწყება ახლა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, ისე ხო ვიცი. და ხო ხარ დეიდაშვილი ფაქტია. მე რა ვარ და ვამაყობ ამით კიდეს რა. ხო, რატო ვამაყობ ბატონო? რატო ვამაყობ და ასეთი სოფლიო დონის პოლიტიკოსი ყავს დეიდაშვილი. სოფლიო დონის პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი? ასეთი ქველმოქმედი. ხო. რა, არა, ყავს. სახის ცვლებს რომ უნტრავენ თქვენი შვილების სტოლებს მოგწონთ? ჩემი შვილებისთვის არასად უმტრევია სახიფლები. თქვენი შვილებისთვის ახან არ დაუმტრევიათ, ესე იგი პრობლემა არ არის. მომისმინე შვიდობიანი მომიტიგები რო არ დაუჯიათ ეს ვიცი. არა, საიდან იცით ეს? საიდან ვიცი და ტელევიზიით ვიცი, გაზეთით ვიცი. რომელ ტელევიზიას უყურებთ თქვენ? იმედს უყურებ. იმედს უყურებთ და იქ გითხრეს საზოგადოებას უყურებ, რუსთავებს უყურებ. კი ბატონო. ესე იგი იქ გითხრეს რომ მშვიდობიანები არ დაუშჭიათ. არ დაუჯიათ ხო, რა ვქნა ხო. რომ გადართოთ ზოგჯერ სხვა არხზე ბატონო, არჩილ იქნებ გაიგოთ სიმართლე როგორ არის. მე ვიცი რომ ეს ტელევიზიები სიმართლეს გადაგები. ვინ გითხრათ ეგ ბატონო ბიძინა? ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მმართველი. მმართველი. ეთერში უნდა მითხრათ. ეს ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ძმაა. არჩილ მამაცაშვილი ტელეკამერებთან პირველად გამოჩნდა. აქამდე მას პრორუსი ოლიგარქი მხოლოდ საჩხერის საფეხბურთო გუნდ ჩიხურას და ქართულ დაზღვევას ამბობდა. მისი სახელი და გვარი ჩვენ ივანიშვილის ახალი კომპანიის დამფუძნებლებს შორის აღმოვაჩინეთ. ატუ ჰოლდინგი მილიარდერმა ამერიკული სანქციების შემდეგ სავარაუდოდ ქონების გადამალვისთვის შექმნა. ატუ ჰოლდინგი ამ სააქციო საზოგადოებაში ხართ, არიცი თქვენი ნებართვის გარეშე ხო არ მოხდებოდა ბატონო არჩილ? ბატონო? მიაკითხეთ დამფუძნებლებს. მოიცა თქვენ ისე თქვენი ნებართვის გარეშე ჩაქსვას აქ? არაფერი, მე მაგაზე პასუხს ვერ გაგცემ. რაზე ვერ გამცემთ? რასაც მე ისთვის შექმნა ეს უტა ივანიშვილმა? უტას კითხეთ. უტას სად გითხოთ? იაპონიაში წავიდეთ? სადაც? მხოლოდ ახლო ნათესაობები და ოჯახის წევრები. შიშებით შეპყრობილი ოლიგარქი სხვა აღარავის ენდობა. მისი მრავალმილიონიანი ქონების ბოლო მმართველი ცოტნე ებრალიძეც კი ახლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე დგას. ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ძალიან მიხარია რომ აქ ხედავთ. ძალიან მოკლე კომენტარი ჩავწერე. არა, რატომ გახართ აქ? აი, არ გვია კომენტარი, ხო შეიძლება. ძალიან მოკლედ აქ რატომ გახართ? არ კომენტარი არ გვია. გითხები ივანიშვილზე, უბრალოდ აქ რატომ გახართ? არ მინდა კომენტარი. ხანდაზმული ოლიგარქის განსაცდელი ოფიციალურად 27 დეკემბერს დადგა. პარასკევს სამუშაო დღის ბოლოს შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინამ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაადო. ივანიშვილისთვის როგორც ჩანს ეს დიდი დარტყმა იყო. რადგან ზუსტად 4 დღეში მან ახალი ჰოლდინგი შექმნა და მის ერთადერთ მფლობელად უფროსი ვაჟი უტა ივანიშვილი გააფორმა. კაპიტალი უნდა გადაიტანოს, სანქციებს რო არიდოს ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილი დასაქცირებულია და არის და დაწყდა. არ არის? დასაქცირებულია და დაწყდა. გავიგე და უტა არ არის, ამიტომ აკეთებს უტას სახელზე ამ ყველაფერს, გავიგე კი ბატონო. თუ გაგიგეთ და მე ჩემთან რა გინდათ? მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ როგორც კი მამის მილიარდებს პირველი პრობლემები შეექმნა და ევროპარლამენტში მისი დასანქცირების მოთხოვნები გაჩნდა, ის საცხოვრებლად იაპონიაში გადავიდა. დენა დისტანცირებული ყავდა ივანიშვილს უტა მისგან, რომ მაჩოის იმ ჯგუფმა, რომელიც სანქცირებაზე მუშაობდა, ყურადღებაც კი აღარ მიაქცია, რომ უტა ივანიშვილზე ფაქტობრივად ივანიშვილის ქონების უდიდესი ნაწილი არის ამჟამად გაფორმებული. ისი სანქცირება ასევე საჭიროა თუ უკვე ჩვენ გვსურს ივანიშვილის ქონებრივი თავისუფლების და ფინანსური თავისუფლების შეზღუდვა. უტას გადამალვისა და ოჯახიდან თითქოს და ჩამოშორების ბოლო წლების მცდელობა აჩენს გონივრულ ვარაუდს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უფროსი ვაჟის განრიდების ოპერაცია წინასწარი განზრახვით კონკრეტული მიზნით ჩაატარა. ამ მოსაზრებას ადასტურებს შედეგი, რომელიც ამ დროისთვის მივიღეთ. რუსეთის მოქალაქე უტა ივანიშვილის სახელზეა ქართული ჯგუფი, ბანკი ქართუ და საქველმოქმედო ფონდი ქართუ, რომელშიც ოლიგარქმა მილიარდიან აქტივს მოუყარა თავი. აქამდე ქართული ჯგუფის 99%-ის მფლობელებად ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიები, კრისტა ინვესტმენტი და სარგანს ლიმიტედი ფიქსირდებოდნენ. მხოლოდ საბოლოო ბენეფიციარის ძებნას მივყავდით უტა ივანიშვილთან. ახლა კი 21 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით სამეწარმეო რეესტრში შავით თეთრზე გაჩნდა ჩანაწერი, რომ აქციების 100%-ის მესაკუთრე სწორედ ოლიგარქის უფროსი ვაჟია. რაც უნდა აკეთოს გამოჩნდება მერე. როდის? როცა დაიწყებს ფუნქციონირებას. და როდის დაიწყებს? როცა დაიწყებს. აი მითხარით როდის დაიწყებს. არ ვიცი კაცო, მე რატო ამაგას არ გეტყვით, რატო მანდ. აბა რატო შექმენით ახალ წელს ასე დაჩქარებული წესით, ბატონო არჩილ? რაც
კომპეტენციაში რაც მე ვიცი, ის თქვენი კომპეტენცია საერთო საზოგადოების წევრი რომ ხართ, მეტი არ არის რომ არ ვიცის გარდა სხვა პასუხი გამცეთ? ამ შემთხვევაში ეს არის პასუხი ჩემი. ბიძინა ივანიშვილის სიფრთხილის მიზეზი გასაგები გახდა ბრიტანული სანქციების დაანონსების შემდეგაც. ეს შეზღუდვები პირდაპირ შეეხება ოფშორულ კომპანიებს, რომელთაგან დისტანცირების გზებზე ზრუნვა ოლიგარქს, როგორც ჩანს, ნოემბრის ბოლოდან უკვე დაწყებული ჰქონდა. ეს უნდა იყოს გარკვეულწილად ივანიშვილის პასუხი ამ სანქცირებაზე, თუ როგორ აპირებს ის, ან როგორ ცდილობს ის გვერდი აუაროს იმ შესაძლო ფინანსურ და ქონებრივ სიძნელეებს და პრობლემებს, რომელსაც მას ეს სანქციები მოუტანს. ივანიშვილისთვის უტა ამ შემთხვევაში არის მთავარი დასაყრდენი მისი ქონებრივი უზრუნველყოფის და სამომავლო ქონებრივი ტრანზაქციების ან და მაქინაციების იმისათვის, რომ მისი ფინანსური სიძლიერე შეინარჩუნოს მიუხედავად სანქცირებისა. 2024 წლის ბოლო სამუშაო დღეს, 31 დეკემბერს, ამერიკული სანქციებიდან 4 დღეში, უტა ივანიშვილის სახელით საჯარო რეესტრში ახალი სააქციო საზოგადოების, ატუ ჰოლდინგის რეგისტრაციის განაცხადი შევიდა. დოკუმენტები 14 საათსა და 53 წუთზე წარადგინეს. როგორც ჩანს, ჩქარობდნენ, რადგან 1 იანვრიდან უქმე დღეები იწყებოდა. იუსტიციის სამინისტრომ დოკუმენტები 3 საათში გადაამოწმა და 31 დეკემბერს 17 საათსა და 34 წუთზე ერთადერთი აქციონერით უტა ივანიშვილით ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა. მილიარდერის უფროსი ვაჟის მიერ დაფუძნებული სააქციო საზოგადოების იურიდიულ მისამართად ჭავჭავაძის 39-ა ჩაიწერა. ამისთვის ოფიციალური ნებართვა ქართულ ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა გოჩა ჩიკვილაძემ გასცა. გამარჯობა ბატონ გოჩა, თქვენთან ვარ თუ შეიძლება ორი წუთი? არა, იყოს არ შეგაწუხებთ. მე მაკავარ ჩიხლაძე ტელეპირველიდან ბატონ გოჩა. თქვენთან საუბრის არც სრული მაგ და არც საუბარი არ მინდა ბატონო. არც მე მინდა და წეგან მე პატიშებოდით სახლში და ხარ. მე არ ვიცოდი ვინ იყავდა ტელეპირველთან საერთო საქმე. ჩიკვილაძე როგორც კი იგებს, რომ კითხვები უტა ივანიშვილის ახალ ჰოლდინგთან დაკავშირებით გვაქვს, მაშინვე ტერიტორიის დატოვებას გთხოვს. სანქციებისგან თავის ასარიდებლად არის ეს ახალი კომპანია 31 დეკემბერს ახალი წლის ღამეს. გითხარით თავარცვათვით სამსახურში არ დავდივარ 22. ორი მიპასუხეთ. რა გიპასუხო სამსახურში არ დავდივარ. დოკუმენტებში ფიგურირებთ ბატონო. დოკუმენტებში ფიგურირებ. ივანიშვილის სანდო კაცი ქართულიდან, რომელსაც უჩა მამაცაშვილის ძმის მსგავსად ატუ ჰოლდინგის გეგმებზე საუბარი აკრძალული აქვს, ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ცოლის ბიძაშვილი აღმოჩნდა. კალანდარიშვილის ცოლიც ქართულში ისნის განყოფილების საკრედიტო სამსახურის უფროსია. ქართულ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი იძულებული გახდა არაღიარებული არჩევნების ჩამტარებელთან ნათესაური კავშირი ეღიარებინა. ქალბატონი სალომე, თქვენი ვინ არის? ვინ არის სალომე? გიორგი კალანდარიშვილის ცოლი. მოგვარია. ხოლოდ? დიახ, ხოლოდ. სხვა არაფერი? სხვაც ბიძაშვილა, მე რა. არაფერი, უბრალოდ გეკითხებთ, ბიძაშვილია. ქუჩაში კარს ვერ მოგვიხურავდა, ამიტომ უჩა მამაცაშვილის ძმა პოლიციის გამოძახებით დაგვემუქრა. მისი გაღიზიანების მიზეზიც იგივეა. ოლიგარქისთვის სანქციების დაწესებიდან 4 დღეში შექმნილი ჰოლდინგის საქმიანობაზე პასუხისგაცემა არც ერთს შეუძლია. ეხლა იძულებულს მე ვახდი და პატრული გამოიძახა. გამოიძახეთ. ხო? გამოიძახეთ. მართლა გეგმავდა. და რისთვის გამოიძახებ, რა სეტყვით პატრულ ჟურნალისტი კითხვებს მისვამსო? მე არ თქვენ როგორც ჟურნალისტი მე არ გიცნობთ და ვერ მოგცეთ ერთადან ინტერვიუს. არ გადახვიდეთ, წითელია ბატონო არჩი. აი თქვენ არ გვეწეს შეფენ. ფაილებში, რომელიც შაბათის ეთერმა შეისწავლა, ვკითხულობთ, რომ ამერიკული სანქციებიდან 4 დღეში დაფუძნებული კომპანიის დირექტორი ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილია. ატუ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოში შეიყვანა დეიდაშვილი არჩილ მამაცაშვილი და სიღრმის მეგობარი როსტომ ჩაბრაძეც. საჩხერის რაიონის სოფელ ღონადან. ამავე საბჭოს თავმჯდომარედ გააფორმეს ასევე საჩხერელი ბესიკ დემეტრაშვილი. უტა ივანიშვილი ჩამოვა თვითონ? მას კითხეთ. იქ უნდა გადაიტანოს ყველა კაპიტალი, რაც მას აქვს. კითხეთ. არ მეუბნებით უბრალოდ, ხო თუ არ იცით, ეს ვერ გავიგე. არ გეტყვით. დგინდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. 31 დეკემბერს სასწრაფო წესით ახალი ჰოლდინგის დასაფუძნებლად მინდობილობა იაპონიიდან უტა ივანიშვილმა ოლიგარქის სანდო ქალს ნატო ხაინდრავას მისცა. უტა ივანიშვილი გადაყვანილი ყავს იაპონიაში საცხოვრებლად, ანუ ივანიშვილი ვერ ენდობა ევროპული იურისდიქციას, თავს უსაფრთხოდ მისი ოჯახის წევრების შემთხვევაშიც კი ვეღარ გრძნობს ვერც საფრანგეთში, ვერც ევროპაში და ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მისი შვილი უტა ივანიშვილი იმყოფება იაპონიაში და თავს აფარებს იაპონიას, თუმცა ახალი სანქციების და ახალი პრობლემების შემთხვევაში შესაძლებელია იქიდანაც გადაიყვანოს. სააქციო საზოგადოების შექმნა, რომ ახალი წლის დადგომამდე უნდა მოესწროთ და ჩქარობდნენ, ეს რამდენიმე გარემოებით დასტურდება.
მათ შორის ნოტარიუსთან ვიზიტის დროითაც. გამარჯობათ. ქალბატონი ეკატერინა, თქვენ ბრძანდებით? ეკატერინა გვანცელაძეს ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად ნატო ხაინდრავამ 31 დეკემბერს მიმართა. გვანცელაძეს უჭირს სხვა კლიენტების გახსენება, ვისაც უტა ივანიშვილის გარდა 2024 წლის ბოლო საათებში ნოტარიული აქტის დასამოწმებლად მოემსახურა. 31 დეკემბერს მუშაობდით ქალბატონო აკა? მუშაობდი. რატომ? ახალ წელს? როგორ რატომ? აი რატომ? სამუშაო დღე? არ ვიცი, გეკითხებით. ყავდათ ბევრი კლიენტი? ბევრი კლიენტი არ ყავდა. ვინ ყავდათ გახსოვს? ანუ უტა ივანიშვილისთვის იმუშავეთ 31 დეკემბერს ქალბატონო აკა? რატომ ჩქარობს ოლიგარქი და რისთვის დასჭირდა ქვეყნის არაფორმალურ მმართველს დასანქცირებიდან 4 დღეში სააქციო საზოგადოება? ამ კითხვის დასასმელად ჯერ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს დავურეკეთ. ბესიკ დემეტრაშულმა შაბათის ეთერის ზარს არ უპასუხა. საბჭოს წევრმა ჩაბრაძემ კი ისიც არ იცის, რას საქმიანობს სააქციო საზოგადოება, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრადაც ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე გააფორმეს. რა უნდა გააკეთოს ამ სააქციო საზოგადოებამ, შეგიძლიათ მითხრათ? ანუ ალბათ ვინც არის თავმჯდომარე იმას კითხეთ, არ ვიცი. თქვენ არ იცით, საქმის კურსში არ ხართ? არა. ეს ქველმოქმედებით კეთდება ყველაფერი. ქველმოქმედებით? თქვენ ვიმზადებ. მე ჟურნალისტი ვარ, ბატონ როსტომ. რომელი? მაკავარ ჩიხლაძე ტელევიზიურიდან. თქვენ ჟურნალისტობას არ არის. მე ვიღაც მართლა ჟურნალისტი. ბატონ როსტომ, ეს სანქციების თავიდან ას არის და 19 დღის წინ დაფუძნებული სააქციო საზოგადოების ნებადართული კაპიტალი 100 მილიონი ლარია. ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ კიდევ რა ქონება გადაიტანეს 31 დეკემბერს უტა ივანიშვილის სახელზე დაფუძნებული ატო ჰოლდინგის ბალანსზე. მაგალითად, ოლიგარქის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, საფრენი აპარატები, იახტები ან ფუფუნების სხვა საგნები. შესაძლებელია უკვე ატო ჰოლდინგში გადატანილი კონდეს ისეთი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრები საჯარო წყაროებში არ არსებობს. საგამოძიებო ბიურომ შეისწავლა ყველა დოკუმენტი, რომელიც უტა ივანიშვილის მონაწილეობით ბოლო დროს შეიქმნა და სწორედ მათზე დაყრდნობით ამბობს ირაკლი აბესაძე, რომ ოლიგარქი სანქციებისთვის გვერდის ასავლელად დასანქცირებამდე ემზადებოდა. ახლა კი საკუთარი ფულის გადასამალად სამოშველო ოპერაციას უტას სახელით ახორციელებს. თუკი უტა ივანიშვილი არ აღმოჩნდება სანქცირებულ პირთა სიაში, მაშინ აღმოჩნდება, რომ ივანიშვილის ქონების უდიდესი ნაწილი სანქცირების მიღმა არის და მას შეუძლია თავისუფლად ისარგებლოს იმ ქონებით, რომელიც რეალურად ყველამ ვიცით, რომ მისია. ამერიკულ სანქციებს ქართული ოცნება მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებში არ იმჩნევს. რეალურად კი მთელი სისტემა ახლა იმაზე მუშაობს, რომ ივანიშვილის ქონება როგორმე გადამალონ და გადაარჩინონ. თუმცა მათთვის ისიც ცნობილია, რომ სანქცირებული პირის დახმარება დახმარების გამწევი პირის ან ორგანიზაციის დასანქცირებასაც გამოიწვევს. ბატონო არჩილ, ეს 100 მილიონი უტა ივანიშვილის არის თუ ბიძინა ივანიშვილის? ასე თავისუფლად რო დადიხარ ქუჩაში? თავისუფლად დავდივართ ქუჩაში, იცით, კინაღა მომკლეს მე სხვათა შორის. რატომ? ნიღბიანი პირები დამესხნენ თავს და დღემდე არავინ არ დაუშია. თავისუფლად დავდივართ ქუჩაში. რა დაუშავეთ? არაფერი, ვიღებდი, აი რასაც ახლა ვაკეთებ, იმას ვაკეთებდი. მასე გაგეკეთებიათ, არაფერს აკეთებ. არ გინახავთ კადრები, ბატონო არჩილ? აი ამ ჩემს ოპერატორს წიხლებით შედგნენ, კინაღა მოკლეს, იცით? და ნიღბიანმა პირმა კისერი კინაღა მომტეხა და მე დავდივარ თავისუფლად ქუჩაში, მაგას მეუბნებით? და ბიძინა ივანიშვილს ნო მივაწერო ეს დამსახურება? ვინ უნდა გიშავა რამე ეხლა რა დიხარ? ეხლა? ახლა მადლობა რომ კისერი არ მომტეხეთ. უტას მაშველი რგოლობა მდიდარ მამას ყველაფერში ვერ დაეხმარება. ამერიკის სახელმწიფო ხაზინის მიერ 27 დეკემბერს ამოქმედებული სანქციები უკვე ძალაშია. ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანს არ შეუძლია ისარგებლოს ვიზა, მასტერკარდისა და ამექსის ბარათებით. არ შეუძლია განახორციელოს არც ერთი საერთაშორისო გადარიცხვა. არ შეუძლია ფინანსური ოპერაცია აწარმოოს ისეთ კომპანიასთან, რომლის მეწილეც ამერიკის მოქალაქეა. ამერიკულ კომპანიებს, ამერიკის მოქალაქეებს აეკრძალათ ნებისმიერი ფინანსური ეკონომიკური ტრანზაქცია ივანიშვილთან. და ახლა ჩვენ ვიცით, რომ სოფლიოში ძალიან არის გავრცელებული ამერიკული კომპანიები, მათი ბიზნესი და ნებისმიერი ცდომა აეკრძალათ. თან ამას შემაკავებელი ფუნქციაც აქვს. ახლა ჩვენ დაუშვათ, რომ სრულად დაესანქცირებინა და ამის შემდეგ მაინც გაეგრძელებინა უარესის კეტება, რეპრესიები გაღრმავებულიყო. ნუ მე რა ბერკეტი ეკნებოდა, ხო? ანუ თვითონაც ეს ბერკეტები დაიტოვეს ხელში, რომ მის ყოველ შემდგომ ნაბიჯს მოყვება შემდეგი დასანქცირება.
შაბათის ეთერის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოსა და TBC ბანკებში ანგარიშები ბიძინა ივანიშვილმა სექტემბრის თვეში გააუქმა. ახლა ჩვენ კამერის თანხლებით ვამოწმებთ, სად აქვს და სად არ აქვს ივანიშვილს საბანკო ანგარიში. ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან მივდივართ და ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი ნომრით თანხის ჩარიცხვას ვცდილობთ. მოქალაქე ივანიშვილი TBC-სა და საქართველოს საბანკო სისტემებისთვის არ არსებობს. საქართველოს ბაზაში ანგარიში არ აქვს და არ ფიქსირდება საერთოდ. არ აქვს ჩვენს ანგარიში. არ აქვს ანგარიში, მაგას ნიშნავს. მადლობა. შემდეგი მინი ოლიგარქ ირაკლი რუხაძის კუთვნილი ლიბერთი ბანკია. აქ 68 წლის ივანიშვილს პენსია უნდა ერიცხებოდეს. აღმოჩნდა, რომ მას მოქმედი ანგარიში არც აქ აქვს. ბანკში გვიხსნიან, რომ ეს მხოლოდ თავად მილიარდერის სურვილით შეიძლებოდა მომხდარიყო. განცხადების საფუძველზე გადასცემენ ბანკს. თუ დაუშვა და მან არ მოითხოვა შესაბამისად ეს არ ექნება ანგარიში. სავარაუდოდ ეს არის. მე მეგონა რომ რახან პენსიონერი იყო, ჩვეულებრივი ფიქსირება და ეს ჩვეულებრივი პენსიონერი არ არის უბრალოდ. ამ დროისთვის ივანიშვილს ჩვენი ვარაუდით ანგარიში მხოლოდ ქართულ ბანკში აქვს. ამას ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება ადასტურებს. ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ჩვენ ფარული კამერით და ოლიგარქის პირადი ნომრით მივედით. ისე რომ მოლარე ოპერატორმა არ იცოდა ვინ ვიყავით. პირადი ნომრით ხო შემილია ანგარიშზე შევიტანო ფული? პირადი ნომრით სხვასთან. მიმღები უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი. თუ აქვს ბატონ ბიძინას პირადი ანგარიში? უბრალოდ მაგ დანიშნულებით თუ შეგვიძლია თანხის სახელი შეგვიძლია თქვა არ მიუთითოთ თვალმოქმედება, რა ვიცი, თუ ეგ არის პრობლემა. კი ბატონო. უკან დაბრუნებული ქართულ ბანკის ოპერატორი უკვე ამბობს, რომ ივანიშვილს მათთან ანგარიში არ აქვს. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს და წავალ. ჩვენთან გასამკლავებლად დაცვის სამსახურს და ფილიალის მენეჯერებს უხმობს, რადგან საქმე ერთდროულად მათი ბანკის დამფუძნებელსა და ყველაზე მსხვილ კლიენტს ეხება. რატომ არის ისევ მოქმედი ბიძინა ივანიშვილის ანგარიში? სანქციების მიუხედავად. თქვენმა ოპერატორმა. ოპერატორი მაგას ვერ გეტყვა. ჩაწერილი მაქვს. დასუსტებული ინფორმაცია არ შეგიძლიათ მითხრათ, რო არ გამოგეკიდოთ სიტყვაზე. რას ვერ ამოწმოთ? შეამოწმა ოპერატორმა და ნახა მისი ანგარიში და მიდასტურა, რომ არსებობს. საერთაშორისო გამჭვირვალობის უფროსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ქართულ ბანკიც მისი რეალური მფლობელის მსგავსად სრულ იზოლაციაში აღმოჩნდება და მხოლოდ შიდა მოხმარების ფინანსურ ორგანიზაციად იქცევა. საფინანსო სექტორი ჩაშენებულია საერთაშორისო საფინანსო სისტემაზე და ამის რისკია, ხა იქიდან თუ ამოგაგდეს ტექნიკურად საერთაშორისო გადახდების სისტემიდან დარჩები შიდა ლოკალური ბანკი და შიდა გადარიცხვების კი ეს უცხოური სისტემები გჭირდება და დასაქცირდება ქართულ ბანკი, მაგრამ უამრავი დასაქცირებული ბანკი დღეს რუსეთში, ირანში აგრძელებს ფუნქციონირებას. და იქნებიან ამ რეჟიმში. უბრალოდ არ ექნებათ დასავლურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ვერ გამოიყენებენ საერთაშორისო ბარათებს და ასე შემდეგ. საგამოძიებო ბიურო მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ სავარაუდო ფინანსურ მაქინაციას ამხელს. ეს თაბორის მთაზე აშენებული ოლიგარქის კიდევ ერთი შუშის სასახლეა. დასაწყისში გვითხრეს, რომ მილიარდერი ინვესტიციას ახორციელებდა და სასტუმროს აშენებდა. მოგვიანებით შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ თბილისში ყოფნისას ივანიშვილები სწორედ აქ ცხოვრობენ. ახლა ეს ინფორმაცია დოკუმენტებით დადასტურდა. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ივანიშვილებისვე კუთვნილმა ფინსერვისმა ლიზინგის ხელშეკრულება გააფორმა ასევე ოლიგარქის საკუთრებაში არსებულ თაბორი რეზორტთან, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს 153 მილიონად საკუთარი საქველმოქმედო ფონდისგან ამ სასახლის გამოსყიდვა უნდა. ეჭვი მეპარება, რომ საქველმოქმედო ფონდი ამ თანხებს რეალურად მიიღებს და შემდგომ ეს 153 მილიონი რეალურად მოხმარდება საზოგადოებრივ სიკეთეს და ქველმოქმედებას და ამ შემთხვევაში გარკვეულ მაქინაციას და საქველმოქმედო ფონდის დარწვას შესაძლებელია კონდეს ადგილი. გადაუხდის თუ არა ოლიგარქი საკუთარი კომპანიიდან საკუთარ საქველმოქმედო ფონდს თაბორის სასახლის გამოსასყიდად საჭირო მილიონებს. ამას ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, რადგან ფონდის ანგარიშები დიდი ხანია დახურული და გასაიდუმლოებულია.